მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 22. რადიოაქტიური ნივთიერების ნახევარდაშლის პერიოდი 10 წუთიაო. ნივთიერების რა ნაწილი დაიშლება 40 წუთში ვიკითხებიან. კარგით, მოდით ისე გავაკეთოთ ახლა ჩვენ. დავუშვათ ტეუდრი საწყის მომენტში, ნულ მომენტში, ჯერ არ დაშლილა, ხო? ჩვენ რადიოაქტიური ნივთიერება. შესაბამისად რაღაც n რაოდენობა გქონდა დასაშლელი. შემდეგ 10 წუთის შემდეგ, ტეუდრის 10 წუთის შემდეგ რადგან ნახევარდაშლის პერიოდი 10 წუთიაო, ნახევარი დაიშლებოდა. ნუ დარჩებოდა. ნახევარი დაიშლებოდა კი ბატონო. შემდეგ კიდე 10 წუთის მერე, ანუ 20 წუთის შემდეგ კიდე ამის ნახევარი დარჩებოდა, ხო? n დაიშალა, ესე იგი n მეოთხედი დარჩებოდა. შემდეგ ისევ გავაგრძელოთ ეს პროცესი, 30 წუთში რა მოხდებოდა? 30 წუთში დარჩებოდა კიდე, ამის ნახევარი კიდე დაიშლებოდა და დარჩებოდა n მერვედი. და საბოლოოდ ტეუდრის კიდე 10 წუთის გასვლის შემდეგ, ტეუდრის 40 წუთის შემდეგ ამის ნახევარი კიდე დაიშლებოდა, ანუ დარჩებოდა n მე-16, ხო? მაშინ რა გამოგვივიდა? n მე-16. n მე-16 თუ დაიშალა, ესე იგი ეს ტოლი არის 1 მე-16 ნაწილი დარჩა უკაცრავად, ამდენი დარჩა, ხო? იმიტომ რომ დანარჩენი დაიშალა. ამდენი დარჩა. შესაბამისად 15 მე-16 მთლიანის დაშლილა. და ჩვენ მოგკითხებიან რამდენი დაიშალა. რამდენი დაიშლებოდა 15 მე-16 ნაწილი მთლიანი რადიოაქტიური ნივთიერების. შესაბამისად იქნება პასუხი ამის D.